გახარიას საქართველოსთვის პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის რუსუდან თევზაძის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიების ფონზე საჯარო უწყებებში რეპრესიები გრძელდება, როგორც თევზაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე ეგრეთ წოდებული რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ პროფესიონალი კადრების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი. საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ეგრეთ წოდებული რეორგანიზაციის შედეგად უფლება სკოლამდელი განათლებისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველოები. სამსახურიდან მაღალი რანგის პროფესიონალებს ათავისუფლებენ, რაც ნამდვილად დანაშაულებრივი ქმედების პროფესია. ყოველივე კი ახალგაზრდა თაობას და მათი მშობლებს უსწრებს მოსწავლე მორგებულ ინკლუზიური განათლების დასავლურ სიკეთებს. ორივე მიმართულება, სკოლამდელი განათლება და ინკლუზიური განვითარება, განათლების ყველა საფეხურის ფუნდამენტია. აღნიშნულის გაუქმებით კი დაიწყება ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სასკოლო განათლების სრული დეგრადაცია.